ქობულეთში სუსმა ჩაატარა სპეცოპერაცია, რის შედეგადაც დაიჭირა 5 ადამიანი, რომლებიც ურანს ყიდდნენ. გავიაზროთ ამბავი. მე მოусვავ წყალს. აი მართლა რა უცნაური ქვეყანა ვართ. ყველაფერი შეგიძლია იყიდო აქ. აი ესე, ყოველდღიურობაში. ქობულეთში ურანი. თბილისში ციანიდი. ამ ბაგრატიონთა ტიტულები და გვაროვნობა. ცხეთაში ღვინის ნაყინი, ეს მართლა საინტერესოა სხვადასხვა. და რა ვიცი, სულო და გულო. უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას $3 მილიონ აშშ აპირებდნენ. დაკავებულებს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მაგრამ გადავრჩით ხალხი. და პრინციპში დამნაშავეებიც. ხალხი იმიტომ რომ ეს ურანი ვერ გაყიდეს სახიფათო ტიპებზე და დამნაშავეები იმიტომ რომ 40 გრამი ურანი ჰქონდათ და არა სუბოტექსი, თორე ხო სამუდამოდ ინგრევდნენ ცხოვრებას. ჩვენ კი საკმაოდ გაგვიმართლა რომ ვერც ამ ტიპებმა და ვერც ურანმა გამდიდრება ვერ მოასწრეს. ახლა კი ბოლო დღეების ყველა ეს საშიში 3 ნიუსი. მესამე ადგილი. ქვემო ქართლში 8 პირი დააკავეს ყალბის საანგარიშწორებო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება გამოყენების ფაქტზე. მეორე ადგილი. ქობულეთში ურანის გასხვისებას $2 მილიონ 800,000 ამერიკულ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულია 2 პირი. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. და პირველი ადგილი. ამ დროისთვის საპენსიო ფონდში $100 მილიონი ააკუმულირებული. რა ცუდია რომ ეს სამი ხალხი ერთმანეთს არ იცნობს. გვაქვს ძალიან ბევრი ფული, რომელიც არ ვიცით სად წავიღოთ. გვყავს ტიპები, ვინც ურანს ჩითავენ კაიფაში. და 8 ადამიანი, ვისაც ყველა დოკუმენტის გაყალბება შეუძლიათ. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. არ დავკარგოთ ერთმანეთს.